თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა დიაკონ გენადი ტლაშაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე კირიონ ქართლის კათოლიკოსთან დაკავშირებული ეპისტოლეების საღვთისმეტყველო ანალიზი. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი და თეოლოგიის მაგისტრი გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დიაკონი გენადი ტლაშაძე. მოგესალმებით მამებო, დაგლოცეთ. დიდი მადლობა. პეტროპავლოვის მარხვის დაწყება. დაგლოცოთ ღმერთმა, მეც გისურვებთ წარმატებებს პეტროპავლოვის მარხვაში. წარმატება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლა სულიერად ვიმარხულოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანის მარხვა აუცილებლად აესახება არა მარტო ჩვენ პირად, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მომავალზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მამა გენადის ვილოცავთ, რა თქმა უნდა, წარმატებით დაცვა სამაგისტრო ნაშრომის და ვიდრე სიტყვას გადმოგცემთ, მინდა ასევე ვთქვა, რომ ნაშრომის ხელმძღვანელი, სამეცნიერო ხელმძღვანელი ბრძანდება დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი და რეცენზენტი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის კონსულტანტი, თეოლოგიის დოქტორი ბატონი ირაკლი ორჟონია, ხოლო ენობრივი ანალიზი ნაშრომის ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორს ქალბატონ ხათუნა ნიშნიანიძეს. მამა იოანე, თქვენ ბრძანდებოდით ის ადამიანი, ვინც გააცანით დამსწრე აუდიტორიას და შეკრებილ საზოგადოებას სწორედ სამეცნიერო დასკვნები ნაშრომთან დაკავშირებით და გვინდა გთხოვოთ შეფასება სწორედ როგორ ჩაიარა დაცვამ და როგორ შეაფასებდით მამა გენადის ნაშრომს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ და სიხარული მოგცეთ. მე აუცილებლად შევაფასებდი, რა თქმა უნდა, დადებითად, მაგრამ მე მინდა აღნიშნო აუცილებლად გადაცემაში ის თუ რა დონით და რა დოზებით ხდება დღეს თბილისის სასულიერო აკადემიაში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. თქვენ ხშირად ესწრებით ხოლმე დაცვას და თქვენ დარწმუნებული ხართ, მაგრამ მე მინდა მაყურებელი დავარწმუნო ამაში და მაყურებელს უთხრა ის, რომ თბილისის სასულიერო აკადემიაში გამორიცხულია რაიმე უმნიშვნელოც კი გაიპაროს ნაშრომში და როგორ ხდება ეს ყველაფერი, აი ეს მინდა რომ ახლა შევთავაზო მაყურებელს. ესე იგი, მაგისტრანტი როგორც კი შეარჩევს თემას, ჩვენ აუცილებლად მას შეურჩევთ მის იმ მიმართულების პროფესორს, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს და მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ჩვენთან თეოლოგიური სასწავლებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენიმე თეოლოგიური მიმართულება არსებობს. ეს არის ბიბლიისტიკის, დოგმატიკისა და პატროლოგიის, ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ლიტურგიკის მიმართულებები. ანუ მინდა იმის თქმა მაყურებლისთვის, რომ დიპლომანტს აქვს საშუალება იმისა, რომ თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს თუ რა მიმართულებით მოსწონს მას, უყვარს და რა მიმართულებით უნდა მას მუშაობა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუ ადამიანს საქმე არ უყვარს, ის არ გამოდის. და როცა გიყვარს და ამას გულით აკეთებ, რაც არ უნდა იყოს, მაინც რაღაცა კარგი შედეგი დაიდება ხოლმე. და ამის შემდგომ, როგორც კი მათ შეურჩევთ ჩვენ ხელმძღვანელს და ოპონენტს, იწყება მუშაობა თვითონ თავად თემაზე და ეს ზოგჯერ გრძელდება თვეების განმავლობაში, თუ მაგისტრანტი მობილიზებულია და ბევრს მუშაობს, თუ არა და ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ წლების განმავლობაშიც კი მუშადება სამაგისტრო ნაშრომი. ამის შემდგომ ხდება კათედრაზე წინადაცვა, როდესაც რეცენზიებს დაწერს ხელმძღვანელიც და ოპონენტიც და ეს რეცენზირებული გადაეცემა უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ენობრივი ანალიზი ქალბატონ ხათუნას ეკუთვნის, იმისათვის, რომ არ გაიპაროს სტილისტური, გრამატიკული რაიმე შეცდომა რო არ გაიპაროს ტექსტში, აი ამისთვის ხდება ეს ყველაფერი და რაც ყველაზე საინტერესოა და მინდა ესეც იცოდეს მაყურებელმა, რომ მე მგონი სხვა სასწავლებლებში ეს არ ხდება, არ ვიცი ახლა რამდენად არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მაგრამ ამ ყველაფრის მერე თემას, დასწორებულ თემას კითხულობს ჩვენი რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე და თქვენ იცით, რომ მამა გიორგი ახლა ყველასთვის ცნობილი პიროვნება არის ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ანუ სამი მიმართულების მეცნიერია მამა გიორგი და მას ხელეწიფება, რა თქმა უნდა, ნამდვილად ის, რომ ფილოლოგიურადაც შეიტანოს ასე ვთქვათ, შენიშვნები და რეკომენდაციები ნაშრომში და თეოლოგიურადაც და აი ამ ყველაფრის მერე უკვე ხდება ჩემს მიერ კომისიის წინაშე წარდგენა დიპლომანტისა. ყველაფერი რო გამოიკვლევა და ყველაფერი რო დაზუსტებული იქნება.
შემდგომ უკვე რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ საკუთრივ იმ თემაზე ვფიქრობ რომ მამა გენადი უფრო კარგად ისწავლებს. ამიტომ გადასარევად აღნიშნა რომ ეძლევა საშუალება ადამიანს რომ თავად აირჩიოს რა ინტერესებს, რა უყვარს, რა მიმართულება უნდა რომ დაიცვას და ის თემა რომელიც თქვენ შეერჩიეთ მე ძალიან გამიხარდა სხვათა შორის იმიტომ რომ განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს წმინდა კირიონის მიმართ და აი როდის დაინტერესეთ ამდე გაინტერესად და თავიდან ცოტა აიყო მიზეზი რომ სწორედ ეს თემა აირჩიეთ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. თავდაპირველად აღნიშნოთ რომ აი ზოგადად გარემო მინდა აღნიშნო თვითონ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გარდა იმისა რომ უმაღლეს დონეზე ხდება იმ საღვთისმეტყველო კუთხით განათლება არის ძალიან მეგობრული და ასე ვთქვათ საუცხოო გარემო ამ კუთხით თვითონ პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორისაც და თვითონ ეს თემაც აი ძალიან ასეთ მეგობრულ გარემოში, როდესაც ერთ-ერთი შეკრების დროს, როდესაც მსჯელობისას ბატონმა რეზო მუნჯირიშვილმა მირჩია, რომ გადამეხედა უბრალოდ ამ ეპისტოლეებს გავცნობოდი და როდესაც გავეცანე მე საზაფხულო, ასე ვთქვათ, შესვენების დროს გაჩნდა იდეა, რომ რაღაც ხელი მოგვეკიდა ამ თემისათვის და უნდა აღვნიშნო, რომ ამ საპასუხისგებლო თემას ვერანაირად ვერ შევბედავდი რომ რაღაც ხელი მოგვეკიდა რო არა აი ამ პროფესორ მასწავლებლების და აი ჩვენი აი ამ ადამიანების გვერდში დგომა რომლებმაც ასე ვთქვათ ერთობლივი ასე ვთქვათ სტიმულიც მომცეს იმისა რომ ხელი მოგვეკიდა ამ საპასუხისგებლო თემისათვის. მამა გენადი, თქვენი თემით ბათილდება ისტორიოგრაფიაში არსებული მოსაზრება კირიონ კათოლიკოსის მონოთელიტობასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ერისთვის, ეკლესიისთვის და აი სწორედ თემის სიახლეზე და აქტუალობაზე მინდა გკითხოთ, აი ეს საკითხი თქვენ რომ გაშალოთ და თვალსაჩინო გახადოთ ჩვენი მაყურებლისთვის. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ აკადემიკოს ბატონ ზაზა ალექსიძის უდიდესი დამსახურება რომ ჩვენ დღეს ხელი მიგვიწვდება კირიონ ქართლის კათოლიკოსთან დაკავშირებული ეპისტოლეების მოგეხსენებათ რომ 1968 წელს სწორედ ბატონ ზაზა ალექსიძის მიერ იქნა კრიტიკული ტექსტი დადგენილი ამ ეპისტოლეებისა და სწორედ ამის შემდგომ რომ არა ეს მის მიერ გამოცემული ეს ტექსტი ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა რომ ზოგადად ეს ეპისტოლეები შეგვესწავლა. რაც შეეხება თვითონ ეპისტოლეების საღვთისმეტყველო ანალიზს მოგეხსენებათ რომ ისტორიული ანალიზი აღნიშნული ეპისტოლეებისა სამეცნიერო მიმოქცევაში უკვე ფართოდ არის საზოგადოებისათვის ცნობილი, ხოლო ჩვენი თემის სიახლე გახლავთ სწორედ ის, რომ აღნიშნული ეპისტოლეები შევისწავლეთ საღვთისმეტყველო კუთხით. დიახ. რამაც გამოკვეთა შემდეგი საკითხი, რომ დღევანდელ დღეს რომ პირველ რიგში კირიონ ქართლის კათოლიკოსის ღვთისმეტყველება სრულიად თანხმობაში არის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაცულ საღვთისმეტყველო სწავლებასთან და მეორე საკითხი უკვე გამოიკვეთა რომ შეუსაბამოა და საფუძველს მოკლებული არის ისტორიოგრაფიაში გამოთქმული ჰიპოთეზა რომ თითქოს კირიონ ქართლის კათოლიკოსი დაკავშირება ხდება მონოთელიტურ აღმსარებლობასთან. დიახ. და ეს დასაბუთდა თქვენი ნაშრომით. აი მამა ივანეს რომ თხოვთ თქვენი შეფასება ზოგადად დაცვებთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მაგრამ უშუალოდ მამა გენადის ნაშრომთან დაკავშირებითაც რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ. და ნუ ჩვენ ვინც დაცვას ესწრებოდა მათ მოისმინეს რა თქმა უნდა როგორც რეცენზენტის ბატონი ირაკლი ორჟონიას შეფასება, ასევე მამა მაქსიმე არ ბრძანდება საქართველოში და მამა გიორგი ჯანჯღავამ წარადგინა დეკანოზმა გიორგი ჯანჯღავამ წარადგინა მისი დასკვნა. დიახ, ესე იგი ჯერ ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი რომ მამა გენადი ჩვენი სტუდენტი იყო სემინარიაშიც და აკადემიაშიც და იყო ერთ-ერთი საუკეთესო. წესრიგით, საქციელით და რა თქმა უნდა რაც თავარია სწავლით. ყოველთვის ისეთ გამოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისად მე მომქონდა მოლოდინი იმისა რომ მამა გენადი აირჩევდა საინტერესო თემას და დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ ის ამას
ძალიან კარგად გაართმევდა თავს და თქვენ ამაში დარწმუნდით და თქვენ თავად იხილეთ რომ მან ეს მართლა ძალიან კარგად გააკეთა და აი მეცნიერულ დონეზე შეასრულა თავისი სამუშაო და მე მადლობა მინდა უთხრა მას ამის გამო. დიახ, ალბათ ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია ის რომ თქვათ დაცვა, მაგრამ კიდევ ერთი-ორად ამ პასუხისმგებლობას ემატება ისიც რომ თვითონ რექტორი გისვამ ჩემ დგომ შეკითხვებს და ჩვენ აღვნიშნეთ და მამა ივანემ აღნიშნა რომ რექტორს აქვს დაკითხული ყველა ნაშრომი და გამოსწრე ერთი ეპისკოპოსი არ დაასახელებ რაღაც საუბარი იყო და მამა გიორგიც ესწრებოდა და ერთი ეპისკოპოსი იძახის რომ რაც რო შევედიო მაშინ არ იყო ეპისკოპოსი და ისე გამწრეს და მამა გემრგებოთ რა შენ კი არა მე რო შევიდე ხა შეიძლება მე ჩამჭრა რომ ესეთი მოთხოვნაა ჩვენთან აკადემიაშიო და ასე რომ თქვენ რო ახსენეთ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და არავინ უფროს რა სასულიერო პირია და შეიძლება ვიღოთ ეს არის აი აი გაგებით უმკაცრესად ყველაფერს ექცევა ყურადღება თქვენ ბრძანეთ რომ შეუძლებელია რამე ისეთი გაიპაროს ნიუანსი და არ იყოს ყველაფერი სრულად ესე იგი ყურადღება მიქცეულდე. ანუ რამდენად ეს მღელვარებას იწვევდა საინტერესო, იმიტომ რომ ნამდვილად არ გეტყობოდათ. მე მქონდა პატივი რომ დავსწრებოდი ამ დაცვას. კი, უნდა აღვნიშნო თავდაპირველად მამა გიორგის უდიდესი გულისხმიერება და თანადგომა, რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლიერება გამოხატო მის მიმართ და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რომ თვითონ როგორც აღვნიშნეთ თემა იყო ძალიან საპასუხისმგებლო და რო არა აი მამა გიორგის განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოხატო რა თქმა უნდა თემის ხელმძღვანელ დეკანოს მაქსიმე ჭანტურიესადმი და ბატონ ედიშერ ჭელიძისადმი რომელმაც ასე ვთქვათ აი რომ არა მათი ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულების აღნიშნული თემისადმი რასაკვირველია ძალიან გამიჭირდებოდა მე პირადად რომ შევჭიდებოდი ამ თემას და აი მამა ივანემაც აღნიშნა რომ აი მამა გიორგი აი დეტალურად ასე ვთქვათ შეისწავლა ეს თემა რაც ჩემთვის იყო ძალიან დიდი კომფორტი იმიტომ რომ ასე ვთქვათ უფრო სტიმულიც იყო და უფრო შემართებასაც მაძლევდა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რაც მე მახარებს, რომ მამაგენად ბრძანდება გორისა და ატენის ეპარქიიდან და ჩვენ უკვე არაერთხელ ყოლიან სტუმრები, როგორც დაცვის შემთხვევაში, ასევე სტუმრები მოძრაობი გადაცემაში და სასიხარულო რომ ესე იქცევა ყურადღება განათლებას, ეს მისი უწმინდესობის დიდი სურვილი იყო და მღვდელმთავრების და ეპარქიების, ამ შემთხვევაში გორისა და ატენის ეპარქია და ვიცით რომ მეუფე ანდრე გარდა იმ დიდი საქმეებისა, რომელიც ეპარქიაში ხდება, ძალიან აქცევს ყურადღებას სასულიერო პირების განათლებას და ხარისხს და ეს ძალიან სასიხარულოა რომ ესე ექცევა და აი მამა ივანე კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ რას ნიშნავს ეკლესიისთვის როცა ყავს განათლებული ხარისხდაცული ესეთი ნაშრომები წარმოდგენილი სასულიერო პირები იმიტომ რომ ერთია ცხადია სულიერება ლოცვა და ძალიან მნიშვნელოვანია ესე განათლება და ცოდნა სასულიერო პირისთვის და ამისთვის აკადემია ნუ ვიცით რომ ძალიან ბევრს ზრუნავს და ძალიან მაღალი დონეა სახარების სიტყვებს შეგახსენებთ პირველ რიგში რომ მორწმუნე მონა, განათლებული მორწმუნე მეგობარია ქრისტესი და ჩვენ ვცდილობთ რომ თავად ვიყოთ მეგობრები ქრისტესი, ვიყოთ განათლებულნი და ვცდილობთ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ეს განათლებული თაობა აღზარდოთ. იმისთვის რომ შემდეგ ეს მოეფინოს მთელ საქართველოს და მთელ საქართველოს ეკადაგოს ის წმინდათა წმინდა სიტყვა, რაც მაცხოვარმა თქვა და რაც შემდგომ ეს წმინდა მამებმა განვიმარტეს და მინდა თქვა თამამად რომ წლების განმავლობაშია მეც მაგრამ ჩემამდე ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს უმუშაკია და უმოღვაწია და მერწმუნეთ რომ დღეს უკვე არის საქართველოში ძალიან ბევრი განათლებული სასულიერო პირი ძალიან מחარებს მე პირადად და მე დარწმუნებული ვარ რომ განათლებულ და პატიოსან სასულიერო პირთან შეხვედრა ყველა ადამიანისთვის სასიამოვნოა და ყველა ადამიანისთვის რა თქმა უნდა ღმერთთან მიმყვანი და მაცხონებელია. საერთაშორისო გორისა და ატენის ეპარქიაში მსახურობს ასევე თეოლოგიის დოქტორი, რომელმაც გასულ წელს დაიცვა თბილისის სასულიერო აკადემიაში სადოქტორო დისერტაცია დეკანოზი იოანე ბონდარენკო და ამას გულისხმობდი რომ არაერთხელ ყოლია. ნამდვილად და მამა გედეონი ასევე მოძღვარი ჩამობრძანებული იყო თქვენი და ესწრებოდა დაცვას, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია.
კი ბატონო. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებ შენ მომწარმოებებას და მადლობა თქვენ მომივენ და კიდევ ერთხელ აღნიშნოთ რომ ნამდვილ სასიხარულოა რომ თბილისის სასულიერო სემინარი აკადემია არის მართლა ერთ-ერთი გამოჩეული სასწავლებელი იმ კუთხით ვისაც კი აქვს სურვილი რომ მივიდეს ისწავლოს ამისთვის დახვდება გარემო და რაც თავარი ეს აკადემიური ხარისხი რაც აქ არის და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს რომ თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანოზი იოანე კვანჭიანი და თეოლოგიის მაგისტრი გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დიაკონი გენადი ტლაშაძე გწონებდნენ